წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის ქერქი გიგანტური ხალიჩაა, რომელსაც ორივე მხრიდან აწვევით. რა მოხდება? ის დაიჭმუჭნება და ნაოჭებს გაიკეთებს. ზუსტად ასე იბადება მთები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ანტიკლინებსა და სინკლინებზე, დედამიწის იმ გიგანტურ ტალღებზე, რომლებზეც ჩვენი ქალაქებია გაშენებული. განსაკუთრებით კი თბილისზე, რომელიც ნამდვილი გეოლოგიური სახელმძღვანელოა. რა არის ანტიკლინი და სინკლინი? მარტივად რომ ვთქვათ. ანტიკლინი არის ნაოჭის ამობურცული ნაწილი, რომელიც ლათინურ ასოს ჰგავს. აქ ქანების ფენები ზემოთაა აზიდული. სინკლინი კი პირიქით ჩაღრმავებული ნაწილია, რომელიც თასს ან ლათინურ ასოს მოგვაგონებს. ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში ტექტონიკური ფილების შეჯახების შედეგად ხდება. წნევა იმდენად დიდია, რომ მყარი კლდე პლასტილინივით იდრიკება. შეხედეთ თბილისს. ჩვენი დედაქალაქი რამდენიმე ასეთ გიგანტურ ნაოჭზეა განლაგებული. მაგალითად, მთაწმინდის ქედი. ეს არის თბილისის ანტიკლინის ნაწილი. ხოლო მათ შორის არსებული ჩაღრმავებები, სადაც ხშირად მდინარეები მიედინება ან ტბებია, სინკლინური სტრუქტურებია. თბილისის ქვაბული სწორედ ასეთი რთული ნაოჭების ერთობლიობა, სადაც ქანების ფენები ხან ზემოთ ადის, ხან კი სიღრმეში იკარგება. გეოლოგია ჩვენს ფეხქვეშაა. შემდეგზე, როცა მთაწმინდას შეხედავთ, გაიხსენეთ თქვენ დედამიწის გიგანტურ ნაოჭს უყურებთ. გამოიწერეთ არხი, რომ ერთად ამოვიცნოთ ჩვენი ქალაქის გეოლოგიური საიდუმლოებები. შეხვედრამდე.